ქრონიკული ხველა მნიშვნელოვანი პრობლემაა მედიცინისთვის. პოპულაციის 10%-ს ახველებს ქრონიკულად და მიუხედავად იმისა, რომ კვლევებს და გამოკვლევებს ჩაიტარებენ, მათი ნახევარი ვერ გაიგებს რატომ ახველებს. და ახლა მე გეტყვით 9 საიდუმლოს, რომლითაც ადვილად შეიძლება გარჩევა, რატომ ახველებს ადამიანი. რაში გჭირდება? იმიტომ რომ თუ კი ვიცით რატო ახველებს, მკურნალობაც ადვილია. რაში გჭირდება ხველა? ხველა გჭირდება, რომ ჩვენი სასუნთქი გზები გაიწმინდოს. ხველისას სასუნთქი სისტემიდან ამოდის გამღიზიანებლები, მაგალითად ბაქტერიები, ვირუსები, უჯრედების ნაწილაკები, ან ფიზიკური მტვრის ნაწილაკები და ჩვენს ფილტვებს და ბრონქებს ეხმარება, რომ გაიწმინდოს. თუ კი ზედმეტად ახველებს, ეგ პრობლემაა. მაგრამ თუ არ დაახველებს ადამიანს პრობლემაა, იმიტომ რომ ბოლოს შეიძლება დაიხსოს სასუნთქი გზები ისე, რომ ფილტვებს კოლაფსი დაემართოს. და თუ ზედმეტად ახველებს კიდე ეგ პრობლემაა, იმიტომ რომ ზედმეტმა ხველებამ დამატებით შეიძლება სასუნთქი გზები გაღიზიანოს, ანთება გამოიწვიოს, აი მაგალითად იგივე ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში, ასთმის შემთხვევაში, როცა არის, რომ თვითონ ხველა და ქრონიკული ხველა მონაწილეობს იმაში, რომ დამატებით ზიანდება მერე სასუნთქის სისტემა. ამიტომ არც ერთი არ გვაწყობს, არც მეორე არ გვაწყობს. ადამიანს თუ ახველებს 3 კვირის განმავლობაში ან ნაკლები, ამას ქვია მწვავე ხველა. და ეს როგორც წესი საშიში არ არის და უმეტესად გაცების გამოა, ან გრიპის გამოა, ან ბრონქიტის გამოა, იშვიათად პნევმონიის გარეშე. მოკლედ, თუ 3 კვირის განმავლობაში ან უფრო ნაკლები ახველებს ადამიანს და მნიშვნელოვანი სხვა სიმპტომები არ აქვს, მაგალითად, სუნთქვის გაძნელება არ აქვს, ძლიერი ნახველი არ აქვს, სიცხე არ აქვს და რამე სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომი არ აქვს, როგორც წესი საშიში არ არის, გაივლის თავისით. თუ 3 კვირაზე მეტი, მაგრამ 8 კვირაზე ნაკლები ახველებს და თუ კავშირდება გაციებებს, როგორც წესი გაციების შემდგომი ხველა, აი COVID-19 ახასიათებს ხშირად, მაგალითად, რომ ხველის დატოვება იცის 8 კვირა, 8 კვირა თითქმის 2 თვეა. შეიძლება ყივანახველა იყოს, ყივანახველას ძლიერი ხველა ახასიათებს, შეიძლება მეტსაც გაგრძელდეს. და თუ გრძელდება ხველა 8 კვირაზე მეტ ხანს, ამას ქვია ქრონიკული ხველა და ქრონიკული ხველა უფრო მნიშვნელოვან მიდგომას საჭიროებს. ახლა პირველივე მნიშვნელოვანი ხრიკი აქ რაც შეიძლება დაიმახსოვროს ადამიანმა. თუ ადამიანს აქვს ქრონიკული ხველა, ანუ 8 კვირაზე მეტი ახველებს და ფილტვების სუფთა აქვს, ანუ გადაიღო რენტგენი, ან გადაიღო კომპიუტერული ტომოგრაფია და ფილტვების სუფთა 90%-იანი ალბათობით ან ასთმა, ან პოსტნაზალური დრიფ სინდრომი, ან შავიანობას რო ეძახიან რეფლუქსი, რეფლუქს ეზოფაგიტი. ანუ რეალურად თუ კი ადამიანს ახველებს 8 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და ფილტვების სუფთა გადაიღო და ფილტვებში ვერაფერი ვერ ნახეს, ძალიან მაღალი ალბათობით ეს 3 მდგომარეობა, ანუ რამ ხელა საქმეს 50-ზე მეტმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა და ეგრევე ჩამოუჭრით თითქმის ყველა სხვა დაავადებას, თუ კი ეს ემთხვევა და ამ 3 დაავადებას ტოვებთ ეგრევე. ძალიან დიდი შორტკატია მოკლედ. ახლა ვთქვათ, რას ნიშნავს, ანუ ასთმას, ან გასტროეზოფაგალურ რეფლუქსს რომ ამობთ, ანუ ყველაზე მაღალი ალბათობით, როცა ადამიანს ქრონიკულად ახველებს, ან ასთმა, ან გასტროეზოფაგალური რეფლუქსია. ამ ორიდან რომელიმეა. და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან? თუ გამთენიისას ძლიერდება ხველა, გამთენიისას იგულისხმება ღამის 2 საათიდან 4 საათამდე, თუ ძლიერდება ხველა, ამ დროს ყველაზე ძლიერად არის სასუნთქის სისტემის ანთება, პიკს აღწევს, ამ დროს თუ ძლიერდება, ყველაზე მაღალი ალბათობით ასთმაა. მაგრამ თუ ხველა ძლიერდება, როგორც კი დაწვება ადამიანი მაშინ, ან 1 საათის ფარგლებში როცა შეჭამს, განსაკუთრებით ღამე, ეს გასტროეზოფაგალური რეფლუქსი დაავადებაა. გასტროეზოფაგალური რეფლუქსი დაავადება არის, როცა მჟავა კუჭიდან ამოდის, აღიზიანებს ყელს ამ შემთხვევაში, ყელის ხორხის და ხახის მიმდებარე ტერიტორიაში ქსოვილებს, მე ადამიანს ახველებს. თუ ეგ ხდება დაწოლისას ან ჭამის მერე, ეს გასტროეზოფაგალური რეფლუქსია. მაგრამ გამთენიისას თუ ახველებს, გამთენიისას თუ ეწყება ხველის შეტევა, ეგ ასთმაა.
ასთმა ასევე თუ ადამიანს ვიზინგი აქვს, ხმაურიანად სუნთქავს, მწვინავად სუნთქავს და სუნთქვის უკმარისობას, მნიშვნელოვან დისკომფორტს უგნობს სუნთქვისას, ან შებოჭილობის შეგრძნებას გულმკერდის მიდამოში. ეს ერთად თუ არის, ანუ შეტევითი ხველა, შებოჭილობის შეგრძნება, სუნთქვის უკმარისობა და ხმაურიანი სუნთქვა, ეგ ასთმაა. და ეგეთი ადამიანები გაიხსენებენ, რომ აი ალერგიული ვარ ან ალერგიასთან კავშირს რაღაც კუთხით გაიხსენებენ. მეორე მხრივ თუ ადამიანი ამბობს, აი პირში ცუდი გემო მაქვს, მჟავე ან მწარე გემო მაქვს პირში, ან თუ გეუბნება გულზმარვის შეგრძნება, ან საჭმელი გეგონება ამოდის ზევით, ეგ არის გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება. ანუ ძალიან მაღალი ალბათობა აქვს, როცა ქრონიკულად აახველებს ადამიანს 30% შანსია, რომ ან გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება იყოს, ან ასთმა იყოს, ანუ უზარმაზარი პროცენტის შანსია და ესე შეგვიძლია მივხვდეთ რომელია და მკურნალობაზე რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბრონქოდილატატორებზე მოქმედებს ასთმა, ეფექტურობა თუ აქვს ბრონქოდილატატორს თუ შეისუნთქავს ადამიანი და მოეხსნება ყველა ეს ასთმა და თუ კი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, მაგალითად ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ამას მიიღებს ადამიანი და მოეხსნება ეს ყველა, ეგ არის ისა გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება. ხო, ასევე მაგალითად იწყება გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დაავადების ხველა იწყება, როცა ბევრ შეჭამს ადამიანი, მაგალითად ცხიმიან საკვებს რო შეჭამს, ალკოჰოლს როცა მიიღებს, ან დაწყება ჭამის მერე. მაშინ როცა ასთმა იწყება, თუ ადამიანი ვარჯიშს დაიწყებს, ან ცივ ჰაერთან კონტაქტი ექნება, ან ალერგენებთან კონტაქტი ექნება. ახლა მეორე მნიშვნელოვანი ხრიკი, რაც შეიძლება ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანს ხველა ეწყება საუბრისას, სიცილისას ან ცივ ჰაერზე, მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს ხველა ვარიანტული ასთმა, ანუ ხველით მიმდინარე ასთმა ან ლარინგიალური ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, ესე ქვია. ანუ ცივი ჰაერი როცა ხდება სასუნთქ სისტემას, რო იკუმშება სასუნთქის სისტემა და ამ დროს ეწყება ადამიანს სუნთქვის გაძნელება, ვიზინგი ან ხმაურიანი სუნთქვა ან ხველა, მაღალი ალბათობით არის ხველა ვარიანტული ასთმა ან ლარინგიალური ჰიპერმგრძნობელობა და ესეთი შემთხვევები შეიძლება იყოს კლასიკური ასთმის სიმპტომების გარშემო. ასთმა რა არის, რომ ადამიანს ემართება შეტევა, ვიზინგი აქვს, მწვინავი ხველა აქვს, მწვინავი ხმა აქვს სუნთქვისას და გულმკერდის მიდამო შებოჭის შეგრძნება აქვს, სუნთქვა უჭირს. ესე შეიძლება არ ქონდეს, მარტო ხველა ქონდეს, უბრალოდ ცივ ჰაერზე გასვლისას. ეს შეიძლება იყოს ისა ხველა ვარიანტული ასთმა, მოკლედ, ან ლარინგიალური ჰიპერმგრძნობელობა. მესამე, თუ ადამიანს აქვს აი ღიტინის შეგრძნება ყელის მიდამოში და მშრალი ხველა, შეიძლება იყოს ჰიპერსენსიტიურობის სინდრომი, ეს არის ანუ ნერვების ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება იყოს, ანუ ის ნერვები, რომელიც ხახის მიდამოს აინერვირებს, მათი ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება იყოს და აი მუდმივი ღუტუნის შეგრძნება ქონდეს ადამიანს და მშრალი ხველა და ეს ხველა ძლიერდება საუბრისას. ეს შეიძლება იყოს ქრონიკული ხველის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი. ასეთ დროს ეს ხველა არ ემორჩილება კარგად კლასიკურ მკურნალობის საშუალებას, მაგალითად ბრონქოდილატატორებს ან კორტიკოსტეროიდებს, მაგრამ ემორჩილება ნეირომოდულატორებს, მაგალითად გაბაპენტინს, ამიტრიპტილინს, ეგეთებს ემორჩილება, აი ამით შეიძლება გარჩევა. მეოთხე ხრიკი. თუ ადამიანს აქვს მუდმივი შეგრძნება, რომ ყელი აი გეუბნება სულ რაღაცაა ყელში და უნდა რომ გაიწმინდოს, ან აქვს ყელში ბურთის შეგრძნება თუ აქვს, ეს ორ რამეზე მიუთითებს. ან პოსტნაზალური დრიფ სინდრომია, ან ლარინგოფარინგიალური რეფლუქსია. ეხლა რა ნიშნავს?
პოსტნაზალური სინდრომი, დრიპ სინდრომი არის, როცა ცხვირში არის შეგუბება, ცხვირში ლორწო გროვდება ბევრი და გადადის ყელში და შემდეგ გაღიზიანებს სასუნთ გზებს და ამიტომ აქ ადამიანს მუდმივად ამოხელების შეგრძნება. რაც შეეხება, როცა ადამიანს აქვს ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, ხშირად არის მჟავა ამოდის კუჭიდან, აღიზიანებს და იწვევს აი ამ ბურთის გაჩხერის შეგრძნებას და ადამიანს უნდა რომ ახველოს და ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება. ანუ რეფლუქსია აქ მთავარი. და ეხლა იტყვით ალბათ ეხლა რომ აბა გერდი რო თქვი გასტროეზოფაგალური რეფლუქსი დაავადება და ეს ლარინგოფარინგიალური რეფლუქსი მაშინ რითი განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? იმიტომ რომ იქაც მჟავა ამოდის ყელში, აქაც მჟავა ამოდის ყელში. განსხვავება ძირითადად ისაა, რომ ლარინგოფარინგიალური რეფლუქსის დროს ადამიანს არ აქვს გამოხატულად ეს გულძმარვა და ეგეთი სიმპტომები და მარტო შეიძლება გამოიხატებოდეს იმით, რომ აქვს ხველა და ყელში ბურთის შეგრძნება. აი მარტო ეს ორი რამე შეიძლება იყოს. ხო. მეხუთე რაც არის მნიშვნელოვანი, მეხუთე ხრიკი, ესე ვთქვათ, რითიც მიხვდებით რა რის გამოახველა. თუ ეს ხველა ასოცირებულია გაციებებთან და გაციების მერე ემართება ადამიანს და გრძელდება კვირები, ეს არის პოსტინფექციური ხველა და პოსტინფექციური ხველა ხშირად არის ხოლმე ინფლუენზა, ანუ გრიპის ვირუსის მერე, რესპირატორული სინციტიალური ვირუსის მერე და ყივანახველას მერე. ასევე COVID-19-ის მერე. შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს კვირების განმავლობაში. მეექვსე, დილით თუ აქვს ადამიანს ნახველიანი ძლიერი ხველა. ანუ დგება დილით და მუდმივად უნდა რომ გაითავისუფლოს ყელი ნახველიანი რეგულარულად თუ აქვს ეს და თუ დიდი ხნის ისტორია აქვს რომ ეწევა, მაშინ ქრონიკული ბრონქიტია მაღალი ალბათობით. ან COPD, ან PCOD, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მაღალი ალბათობით. თუ კი არა მწეველი და მაინც ასეთი ბევრი ნახველიანი ხველა აქვს დილავით, მაშინ ბრონქოექტაზია. და ასეთ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია ეხმარება, რომ დიფერენცია მოხდეს მოკლედ. და ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზი ისმევა, თუ ნახველიანი ხველა აქვს ადამიანს 3 თვის განმავლობაში, მინიმუმ 2 მიმდევრობითი წლის განმავლობაში. ან მაგალითად, წლის განმავლობაში 3 თვე თუ აქვს ქრონიკული ნახველიანი ხველა და 2 ესეთი წელი მიყვა ერთმანეთს, ეგ უკვე ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზია. და მეშვიდე არის რომ თუ ადამიანს ყურში, მაგალითად ყურს იწმინდავს ყურის ჩხირით და ამ დროს ავარდება ხველა. ან გროვდება ხოლმე ცვილი ყურში და ვინაიდან ის ქმნის წნევას, ეგეც თუ იწვევს ხველას, ამას ქვია არნოლდის ეფექტი. მოკლედ არნოლდის ეფექტი არის ნერვი არის, რომელიც ერთი დიდი ნერვის ტოტია და მისი გაღიზიანება, მაგალითად ყურის ჩხირის როცა იწმინდა ყურს, ასევე აღიზიანებს სასუნთქ სისტემას არაპირდაპირ და ადამიანს ეწყება ხველა. ამას ქვია არნოლდის ეფექტი და ეს მოკლედ საშიში არ არის. და მერვე არის თუ ადამიანი ახველებს სისხლს, ამას ქვია ჰემოპტიზი და ჰემოპტიზი თუ ან სისხლს თუ ახველებს ადამიანი, როგორც წითელი დროშა არის, რომ ყველა შემთხვევაში უნდა წავიდეს ადამიანი დამატებით გამოკვლევებზე, ანუ არ უნდა მიიყურისძიროს, ვინაიდან მნიშვნელოვანი დაავადებები არ გამოიპაროს. ერთი არის სიმსივნე, ფილტვების, მეორე არის ტუბერკულოზი და მესამე არის ბრონქოექტაზია. ოღონდ ეხა აქ საუბარი არ არის თუ ადამიანი ჯამრთელია, გაციება დაემართა, უბრალოდ ძლიერად ახველებს და სულ ცოტა წითლად შეფერილი ამოახველა ერთხელ ან ორჯერ იმის განმავლობაში, მე კარგად გახდა მორჩა, არაფერი აქ არა, მაგაზე არაა საუბარი, მაგრამ თუ საუბარია იმაზე, რომ ადამიანს აქვს ქრონიკული ხველა და ამოახველა სისხლი, აუცილებლად უნდა შემდეგი კვლევა აუცილებლად საჭიროა მოკლედ. და მეცხრე არის თუ ადამიანი იღებს AGF ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, მაგალითად ლიზინოპრილი, კაპტოპრილი, ენალაპრილი, ამეებს ან პრილებს თუ იღებს, წნევისთვის მოკლედ თუ იღებს, 30% ალბათობით შეიძლება დაემართოს მშრალი ხველა. და ეს იქნება წამლის ბრალი.
ამ დროს ან შეიცვალოს წამალი, ან დოზადარებულდეს, ან სხვა წამალი უნდა მოისინჯოს, ესაა გამოსავალი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, იმედი მაქვს რომ დაგეხმარებათ, არა მარტო ექიმებს, არამედ არა ექიმებსაც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია აქცენტების სწორად დასმა იცოდეს ადამიანმა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.